წალენჯიხიდან პარიზამდე, ეროვნული ლიგიდან ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე. ეს ხვიჩა კვარაცხელიას ისტორიაა, რომელმაც იმედაკარგულ ქართულ ფეხბურთს ხალისი მისცა და მისი მაღლა აყვანა პირადად დაიწყო. თუ შენც ხარ მისი თამაშის გულშემატკივარი, დაალაიქე ვიდეო, რომ 2000 მოწონებაზე ავიყვანოთ და გამოიწერე ლაინსმენის არხი. ხვიჩა 2001 წელს ფეხბურთელის ბადრი კვარაცხელიას ოჯახში დაიბადა. ბადრი დინამო თბილისის ყოფილი თავდამსხმელი და 1993 წლის საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონია. ფეხბურთზე შეყვარებულმა ბადრიმ მისი უფროსი ბიჭი ხვიჩა ფეხბურთზე 6 წლის ასაკში შეიყვანა. ყველაფერი აქ დაიწყო, ოლიმპიკის ბავშვთა გუნდში. შემდეგ ავაზაში გადავიდა. იქიდან კი 2013 წელს დინამო თბილისის ბავშვთა აკადემიას შეუერთდა, საიდანაც ახალგაზრდულში ავიდა და ბოლოს 2017 წელს უკვე დიდ გუნდშიც იყო. შესაბამისად, კვარას პროფესიონალური კარიერა სტარტს 2017 წელს იღებს. ეროვნულ ლიგაში პირველი თამაში სწორედ 2017 წლის 29 სექტემბერს ჩაატარა, სადაც 18 ნომრიანი მაისურით მოედანზე 62 წუთზე გამოვიდა და საგოლე პასიც მიითვალა. ამ სეზონში ხვიჩამ სულ 4ჯერ ითამაშა, 4-ვეჯერ შეცვლაზე შემოვიდა და 1 გოლი შეაგდო. მომდევნო წელს რუსთავში გადავიდა. იქ 18 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. 2019 წელს კი მოსკოვის ლოკომოტივს შეუერთდა. იქიდან რუბინში წავიდა. 2021 წელს ლეკი პაკა მოაქვეყნა მსოფლიოს 50 საუკეთესო ფეხბურთელის სია, რომელშიც ხვიჩა ერთადერთი იყო რუსეთის პრემიერ ლიგიდან. ამ პერიოდზე საუბარი რო არ გაგვიგრძელდეს, გადავიდეთ მის შემდეგ კლუბზე, რომელიც დინამო ბათუმია. თუმცა მაშინ უკვე ყველამ ვიცოდით, რომ მისი ბათუმური კარიერა ხანმოკლე იქნებოდა და მალე ევროპის დიდ გუნდში ითამაშებდა. ეს ბათუმის ტრანსფერიც იმიტომ მოხდა, რომ რუსეთში ომი დაიწყო და სანქციები დაემუქრა. შესაბამისად, თუ კვარას მისი კარიერის წინსვლა უნდოდა და ევროპული განვითარება, მაშინ უნდა წამოსულიყო იქიდან. ასეც მოხდა. დიდი ისტორიის დასაწყისი 2022 წლის 1 ივლისით თარიღდება. როცა ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად ნაპოლის ფეხბურთელი გახდა. მისმა სატრანსფერო ღირებულებამ კი 10-დან 15 მილიონ ევრომდე შეადგინა. ის პირველი თამაში ყველას კარგად გვახსოვს. ჰელას ვერონას რო დაუპირისპირდა ნაპოლი და ხვიჩამ თავისი მაგია პირველად რომ მოჰფინა ევროპულ ფეხბურთს. ჯერ თავით შეაგდო სადებიუტო გოლი. მერე ამას ლამაზი ასისტიც დაუმატა და ნაპოლის ჩემპიონობის გზაზე პირველი 3 ქულა მოუტანა. იმ ჩემპიონობის გზაზე, რომელსაც მარადონას შემდეგ იქაური ფეხბურთზე შეყვარებული საზოგადოება მხოლოდ სიზმარში თუ ხედავდა. ზედიზედ ბრწყინვალე პერფორმანსებისა და მათ გულში 33 წლის შემდეგ პირველად ჩასახული იმედის სანაცვლოდ, ნეაპოლელებმა ხვიჩას იმ კაცის სახელი შეარქვეს, ვისაც 80-იანი წლებიდან მოყოლებული აღმერთებდნენ. კვარატონა. მერე ჩემპიონთა ლიგა იყო, დებიუტი ლივერპულთან მარადონას სახელობის სტადიონზე და ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის გაბრუება. ლიგაზე პირველი გოლი კვარა 4 ოქტომბერს აიაქსთან შეაგდო და მერე განმეორებით თამაშიც გაუტანა, ამჯერად 11 მეტრიანიდან. კვარამ ნაპოლის ნანატრის სკუდეტო აჩუქა, გახდა სერია A სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. მისი ატალანტასთან გატანილი გოლი, სადაც ერთდროულად 5 მცველი კარში ჩააყენა, საუკეთესოდ დაასახელეს. ეს მაშინ იყო ყველა დროის საუკეთესო ინდივიდუალური სეზონი, რაც ქართველს ჩაუტარებია. სერია A-ში 12 გოლი გაიტანა და 10 ასისტი გააკეთა. ჩემპიონთა ლიგაზე კი 2 გოლი და 4 ასისტი. ამ არნახული მიღწევებისა და ჯადოსნური მომენტების მიუხედავად, ამ სეზონს გულის ტკივილითაც ვიხსენებ. მეოთხედ ფინალში ნაპოლი მილანს დაუპირისპირდა. მეორე თამაში მოსაგები ჰქონდათ და მატჩის მიწურულს კვარამ პენალტი გააფუჭა. იმ წამით ყველას და გვავიწყდა ის ბრწყინვალე სეზონი და კვარავაჯოს შექმნილი ხელოვნება. მაიკ მენიო მინიმუმ 24 საათით ყველას შეგუძულდა. ნაპოლი ჩემპიონთა ლიგას გამოემშვიდობა და მთელი წნეხი კვარას თავზე იყო. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ყველაზე გამორჩეული ქართველი იყო, პენალტის გაფუჭების შემდეგ ეს ყველას მიავიწყდა. ვერც დაძრახა უქამაქს ამის გამო. მით უმეტეს ნეაპოლელებს, რომლებიც ფეხბურთის მიმართ ძლიერი ტოქსიკურობით არიან გამორჩეული. მეორე სეზონი უკვე არც კვარასთვის და არც ნაპოლისთვის უკეთესი არ ყოფილა. გუნდი სერია A-ში ჩემპიონობის სეზონის შემდეგ მე-10 ადგილზე გავიდა. ხვიჩამ იმ სეზონში რამდენიმე გამორჩეული თამაში ჩაატარა, 11 გოლი და 6 ასისტი მიითვალა, მაგრამ ეს გუნდის წარმატებისთვის არც ერთ ტურნირზე რა თქმა უნდა საკმარისი არ იყო. რამდენიმე მწვრთნელი შეიცვალეს სეზონში. მოკლედ, ეს სეზონი ნამდვილი ჩავარდნა იყო იმ სასწაულის მერე. მესამე სეზონი კრახით დაიწყო. გახსნით მატჩი ვერონასთან მარადონას ბინადრების 3-0 დამარცხდნენ. 2024 წლის 10 ოქტომბერს კვარა სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელად მეოთხედ დასახელდა და იბალას რეკორდი გაიმეორა. 2025 წლის 16 იანვარს კი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაპოლის ემშვიდობებოდა. ეს ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. დე ლაურენტესის დაჟინებული ლიმიტირებული ხელფასი, ნიჭი და დრო, რომელიც იკარგებოდა. და მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ნაპოლის ფანს არ მოეწონა ეს გადაწყვეტილება და ბრჭყალებში შეიძულეს კვარა, ერთი რამე ფაქტია. ის ნაპოლის ისტორიაში დარჩება, როგორც წლების განმავლობაში მათი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ცისფერი მაისურით კვარამ 107 თამაში ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი. კვარა გადავიდა გუნდში.
სადაც თამაშობდნენ რონალდინიო, დევიდ ბექემი, იბრაჰიმოვიჩი, მბაპე, ნეიმარი, მესი. ამ ფეხბურთელებს დიდების გარდა ერთი რამე აკავშირებთ. ვერც ერთმა ვერ მოახერხა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტიტულის ჩემპიონთა ლიგის მოგება ამ გუნდში. წლების განმავლობაში PSG თითქოს თავს იტყუებდა, იმატებდა ფეხბურთელებს არანორმალურ ფასად, უხდიდა არანორმალურ ხელფასებს. 2024-25 წლის სეზონში მათი ერთადერთი დიდი ტრანსფერი ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც კილიან მბაპეს ყოფილი 7 ნომერი მოირგო და ის გააკეთა, რასაც კილიანი 6 წელი ცდილობდა და არ გამოუვიდა. კვარამ პარიზული კარიერა ძალიან ლამაზად დაიწყო. პირველივე თამაში რეიმსის წინააღმდეგ ასისტი მიითვალა. 7 თებერვალს უკვე მონაკოს წინააღმდეგ ულამაზესი სადებიუტო გოლი შეაგდო და პარიზელებს თავი კარგად გააცნო. 5 აპრილს კი კვარა ლიგა 1-ს ოფიციალურად იგებს. გადამწყვეტ თამაში დეზირე დუე მატჩის ერთადერთი გოლი სწორედ ხვიჩას ასისტით შეაგდო. კვარა ამ დღეს გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ტოპ 5 ლიგიდან 2 მოიგო. მერე PSG-მ საფრანგეთის თასიც მოიგო. კვარა ნელ-ნელა სერიულ გამარჯვებულად ყალიბდება. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ლივერპულთან კარის ხაზიდან გამოაქვს ბურთი, რომელმაც მთელი სეზონი შეცვალა. მეოთხედფინალში ასტონ ვილას კარში გააქვს სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი. შემდეგ PSG არსენალს დამარცხებს და ფინალშია. კლუბი ერთნაბიჯშია ნანატრი, პირველი ჩემპიონთა ლიგისგან. ახალგაზრდა PSG დაღვინებული ინტერის წინააღმდეგ. ორი განსხვავებული ტაქტიკის მწვრთნელი. მატჩი დაიწყო. კვარა მეორე ქართველი ფეხბურთელია ისტორიაში, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშობს. აქედან 73 წუთში PSG 4-0-ს იგებს და კვარა პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვისაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გააქვს. მატჩი PSG-მ 5-0 მოიგო. ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება ტურნირის ფინალების ისტორიაში. ჯერ მარადონას ეპოქის შემდეგ პირველი სკუდეტო ნაპოლის, მერე მბაპეს წლების უშედეგო წვალების შემდეგ PSG-ისთვის მოტანილი ჩემპიონთა ლიგა. და თუ გონიათ რომ რამეს ვამეტებთ, გავიხსენოთ სად იყო PSG კვარას ტრანსფერამდე. 24 ადგილად ჩემპიონთა ლიგის ცხრილში. დამარცხდა არსენალთან უშანსოდ, დამარცხდა სახლში ატლეტიკოს წინააღმდეგ და ძლივს გაძრა მე-16 ფინალში ფრეებით, სადაც კვარამ ასევე მოახერხა გოლის გატანა. იქიდან უკვე პარი სენ-ჟერმენის სხვა გუნდი იყო. მაგრამ ეს ყველაფერი, ეს ზღაპარი საკმარისი არ აღმოჩნდა ამ სეზონისთვის. იტალიის სერია A მოიგო ნაპოლი, რომელშიც კვარამ 17 მატჩი ჩაატარა სეზონის პირველ ნახევარში. 4 გოლი გაიტანა, 3 საგოლე პასი გააკეთა და არაერთი მატჩის MVP-ს ჯილდოც მიამატა. მათ შორის თვის MVP-ს ჯილდოც. კვარამ 3 კი არა, 4 ტიტული მოიგო და ისტორიაში მეორე ფეხბურთელი გახდა, ვინც ეს ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოახერხა. ეს ხვიჩა კვარაცხელიას ისტორია და განვლილი გზა იყო. ოლიმპიკის ასაკობრივი გუნდიდან მსოფლიოს ფეხბურთის მწვერვალამდე. თქვენ თუ მოგეწონათ ასეთი ტიპის ვიდეო, დაგვიწერეთ კომენტარებში ვიზე გავაკეთოთ შემდეგი. დაალაიქეთ ეს ვიდეო, ავიყვანოთ 2000 ლაიქზე, გამოიწერეთ ლაინსმენის არხი და ჩართეთ ზარის ხილაკი, რომ არ გამოტოვოთ არც ერთი საფეხბურთო ვიდეო.